მოგესალმებით ჩემ ძვირფასებო ყველას, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ჩემთან ერთად ხართ, ვინც გამოიწერა ჩემი არხი, მილაიქებს, მიკომენტარებს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ვისაც აქ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა, რა უშლის თქვენს ურთიერთობას ხელს. ჯერ თავდაპირველად მოვსმინეთ თქვენს სიგნიფიკაციას პირველი ორი არკანით, მივხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. ვნახოთ თქვენეული ხედვა თქვენი პარტნიორის, თქვენ როგორ ხედავთ მას და შემდეგ გადავიდეთ მთავარ კითხვაზე. მაშასე მოდი ვნახოთ კარტი გადავამეცვით და მოდი ვნახოთ როგორ ხედავთ ამ მომენტისთვის, ვინც ამ გაშლას უყურებთ თქვენს პარტნიორს, თქვენი შეხედულება, თქვენ როგორ ხედავთ თქვენს პარტნიორს ამ მომენტისთვის, თქვენეული შეხედულება როგორია, როგორ აღიქვამთ მის ქცევებს, მის ზოგადად ხასიათს, ხო, ვნახოთ მოდით. თქვენი შეფასება ერთი სიტყვით, როგორია თქვენი პარტნიორის ამ მომენტისთვის. ვნახოთ. ცხრიანი თასი ამოვიდა ჩემო ძვირფასებო, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენი შეფასებით თქვენი პარტნიორი არის პიროვნება, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნავს, ხო, საკუთარ კეთილდღეობაზე, საკუთარ სიამოვნებაზე, ჩაკეტილი პიროვნება. დიდად რომ თქვა, რომ მას აინტერესებს თქვენი მდგომარეობა, თქვენი თქვათ წუხილი ან რა გიხარიათ, ხო, დიდად არა. პიროვნება თქვენი შეფასებით არის ეგოისტი პიროვნება და ფიქრობს საკუთარ თავზე, თვითონ იყოს კომფორტში, თვითონ კონდეს ემოციურად, თვითონ იყოს დაკმაყოფილებული და ყველაფერი კონდეს ერთი სიტყვით საკუთარი პირადი ბედნიერებისთვის, ხო? ანუ ცოტა ბუნდოვანი პიროვნება, ბუნდოვანი, ეჭვიანი, ეგოისტური, რომელიც ფიქრობს საკუთარ თავზე. დიდად ვერ რომ გითხრათ, რომ თქვენს პარტნიორს კარგად იცნობთ, შეიძლება დიდი ხნის ურთიერთობაც გაქვთ, მაგრამ განცდა გაქვთ ისეთი, რომ მაინც არის რაღაც ამოუცნობი მასში, დაფარული მასში, ან მის ქცევაში. ბოლომდე თითქოს ვერ გაირკვიეთ, ხო, მის ემოციებს, მის სურვილებს. კი ბატონო, რაღაც ეგოისტური ხასიათი, თითქოს ეგოისტურ ხასიათს ხედავთ მასში. ეს თქვენი ხედვაა, ჩემო ძვირფასებო, აუცილებელი არ არის, რომ მაინც და მაინც ასეთი იყოს. ნუ თქვენ ხედავთ ასე, ეს არის თქვენი შეფასება, ხო? თქვენი პარტნიორის. ანუ ბოლომდე ვერ გაერკვიათ, მასში ხედავთ რაღაც, შეიძლება ითქვას ეჭვიც გეპარებათ მის ხასიათში, მის სიმართლეში, მის სიყვარულში, ხო? ანუ პიროვნება, რომელიც საკუთარ თავზე ფიქრობს და საკუთარ ემოციებზე. აი ესეთია თქვენეული შეფასება თქვენი პარტნიორის ამ მომენტისთვის. ბოლომდე ვერ გაერკვიათ, ხო, თითქოს არის რაღაც დაფარული, რასაც კიდევ ვერ ხედავთ, ამოუცნობი, როდესაც არ იცით მისგან რა ქცევას უნდა მოელოდეთ, ან რას მოიმოქმედებს, ხო? აი ესეთი შთაბეჭდილება გრჩებათ და გაქვთ თქვენი პარტნიორის მიმართ. მოდი ვნახოთ ახლა როგორი ურთიერთობაა თქვენ შორის, როგორი ურთიერთობაა ამ მომენტისთვის, ვისთვის იქნება ეს გაშლა. თუ აი ამ ორი სიგნიფიკაციის მიხედვით მივხვდით, რომ თქვენსია ჩემო ძვირფასებო საუბარი და თქვენს პარტნიორს რაღაც ამოიცანით, ხო? მაშინ გააგრძელეთ ყურება თუ არა და მაშინ დღეს თქვენი გაშლა არ არის ჩემო კარგებო. ვნახოთ აბა როგორია ამ მომენტისთვის ურთიერთობა თქვენ ორს შორის. დღეს დღეისობით, ხო, ამ გაშლის ყურებიდან, აი ამ ახლა როგორია ურთიერთობა თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის. ნუ ხმლის დედოფალი. აქ მინდა გითხრათ, რომ შეიძლება კომუნიკაცია ამ მომენტისთვის, როგორი მომენტია, იცით, აი დასტის ფონი მაქვს 8-იანი თასი. შესაძლებელი ერთ-ერთი პარტნიორი ამ მომენტისთვის არის ურთიერთობიდან ან წასული, ან ფიქრობს წასვლას, მაგრამ ან წასულია, ხო? მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ცოტა ესეთი კრიტიკული, ცივი ურთიერთობაა თქვენ შორის, თუმცა არის სურვილი იმის, რომ ურთიერთობა აღდგეს, ხო? ურთიერთობა აღდგეს. გაირკვეს ერთი სიტყვით, თუ ურთიერთობა ამ მომენტისთვის თქვენს პარტნიორთან არ გაქვთ ერთ-ერთი წასული ხართ ურთიერთობიდან რაღაც პაუზა თქვენ შორის, ან გაჩერებული მდგომარეობა, ხო, ან წყენა, ყოველ შემთხვევაში აქ არის სურვილი იმის, რომ ურთიერთობა აღდგეს, გაირკვეს და კვლავ რაღაც ერთად ყოფნის სურვილი არის. თუმცა კრიტიკულია და ანუ როგორი მომენტია, იცით, როდესაც ცივი ურთიერთობა, როდესაც არის რაღაც შეიძლება წყენა, უსიამოვნება და აი ამის ფონზე რაღაც გარკვევა, დაძაბული ურთიერთობა, ნუ დაძაბული ერთი სიტყვით და
როდესაც ქალი იჩენს გონიერებას ურთიერთობაში და რაღაც დისტანციას ცდილობს, რომ რაღაც დისტანცირდეს. აი ესეთი ურთიერთობა გაქვთ ამ მომენტისთვის, შემოძებასებო. თუ ვიცნოთ სიტუაცია თქვენი, მაშინ გააგრძელებთ ყურება და მოდი ვნახოთ ახლა ერთი წუთით მე დავაზუსტებ რაღაც მაინტერესებს. აი დავაზუსტე ამ მომენტისთვის ურთიერთობა არის დაპაუზე, გაჩერებული. შეიძლება ერთადაც იყოთ, მაგრამ დიდად არ არის სურვილი, ხო? ანუ რაღაც დისტანცირებულები ხართ ერთმანეთისგან, მაგრამ სურვილი არის იმის, რომ რაღაც გაირკვეს და აღდგეს ურთიერთობა ერთი სიტყვით, აქ აი ასეთი ურთიერთობას მიჩვენებს, შემოძებასებო. მოდი ვნახოთ რა გიშლით ხელს ურთიერთობაში, ან ვინ გიშლით ხელს, ხო? შეიძლება რაღაც არის რაღაც ფაქტორი, ან ვინმე, ვინც ურთიერთობის დაალაგებაში, აწყობაში, წარმართვაში ხელს გიშლით. მოდი ვნახოთ რა გიშლით ამ მომენტისთვის ხელს თქვენს ურთიერთობაში, ხელის შეშლილი ფაქტორი რა არის, ან ვინ არის. სამართლიანობის არკანი. 6-იანი პენტაკლი. ჩემო ძვირფასებო, აქ როგორი მომენტია, იცით როგორი მომენტია, ურთიერთობაში ხელს გიშლით ის, რომ ზედმეტად კრიტიკულები ხართ ერთმანეთის მიმართ და ბალანსია დარღვეული. იმიტომ რომ ნახეთ, თავიდან ყოლად არ ამოვიდა, შესაძლებელია ნამდვილად არის თქვენი შეფასებით პიროვნება ზედმეტად ეგოისტური, ხო, თავის თავზე უფრო მიმღები, ხო? ანუ როდესაც პიროვნება ცდილობს, რომ ანუ ერთ-ერთი მხარე უფრო მეტს იღებს, ვიდრე გასცემს, ხო? ანუ ეს თავისთავად იმას ხაზს უსვამს, რომ შესაძლებელია ერთ-ერთი მხარე უფრო მეტად ცდილობს მეორე პარტნიორისგან რესურსის მიღებას. ეს შეიძლება იყოს მზრუნველობა პარტნიორის მხრიდან, მატერიალური დახმარება, გვერდში დგომა, ერთი სიტყვით ნებისმიერი რამ, რაც არ ღვევს შემდეგ ბალანსს, ხო, მხოლოდ ერთი მხარე რო გასცემს, ერთი მხარე რომ არის გამცემი, აი აქ უკვე ირღვევა ბალანსი და სწორედ ამაზეა, რომ თქვენი ურთიერთობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი არის ის, რომ ბალანსია დარღვეული ურთიერთობაში, ხო, უნდა იყოს თანაზია, თანასწორობა, ორივე მხარე უნდა ზრუნავდეს ერთმანეთზე, ორივე მხარე, ანუ კრიტიკული ხდება შემდეგ კრიტიკული, ასე ვთქვათ, ერთმანეთის მიმართ რაღაც კრიტიკა, წენა, აზრის დაფიქსირება კრიტიკულად, ხო? და შემდეგ ეს იწვევს ურთიერთობაში დაძაბულობას, ხო, როდესაც თქვენს აზრს უკვე ხმამაღლა აფიქსირებთ, რომ აი დავიღალე, მარტო ჩემგან გინდა, მარტო ყურადღება თუ მზრუნველობა, ხო, და მეც ვთქვათ დავიღალე და მეც მინდა რომ შენი მხრიდან იყოს რაღაც ყურადღება ელემენტარული და მზრუნველობა, ხო? ან როდესაც ბალანსია დარღვეული ურთიერთობაში, ეს იწვევს უკვე, ნახეთ, ერთმანეთის პატივისცემას, უკვე ხდება რაღაც კონფლიქტი, თითქოს ერთმანეთს აღარ უთმობთ და აი ეს არის ხელის შემშლელი ფაქტორი, შემოძვირფასებო, თქვენს შემთხვევაში. მოდი ვნახოთ სავარაუდო განვითარება როგორი იქნება თქვენი ურთიერთობის, ჩაიფიქრეთ თავად პერიოდი და ვნახოთ სავარაუდო განვითარება სიტუაციის თქვენ ორს შორის, როგორ განვითარდება სავარაუდოდ სიტუაცია ახლო მომავალში, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პერიოდში, ვნახოთ როგორ განვითარდება. ახლო მომავალში თქვენ ორს შორის სიტუაცია, როგორ განვითარდება. ნუ სამიანი თასი აქ, სამიანი თასი. ნუ ნახეთ როგორი მომენტია, დასტის ფონი მაქვს 7-იანი ხმალი, 7-იანი კვერთხი. აქ როგორი მომენტია, იცით, შესაძლებელია ერთ-ერთმა მხარემ მიმართოს რაღაც ეშმაკობას, ასე ვთქვათ, და რაღაცნაირად კომუნიკაცია აღდგეს თქვენ შორის აღდგეს ურთიერთობა. სამიანი თასი, ეს არის მსუბუქი ურთიერთობა. შეიძლება, როდესაც ურთიერთობას აკლია სიღრმე, ხო? თუმცა სასიამოვნო ურთიერთობა. ეს რამდენად იქნება თქვენთვის მისაღები, მე არ ვიცი, მაგრამ ურთიერთობა დათბება, ოღონდ ეს შეიძლება იყოს ცოტა ზერელე ურთიერთობა, ხო? ანუ პასუხისმგებლობას მოკლებული ურთიერთობა, კომუნიკაცია და ურთიერთობა, რომელშიც არ არის სიღრმე. მსუბუქი ურთიერთობა შესაძლებელია, იცით როგორი მომენტია, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ თქვენგანს ურთიერთობის, ასე ვთქვათ, განმოსწორებაში დაგეხმაროთ
მესამე პირი არ არის გამორიცხული ზოგიერთთან, რომ იყოს პიროვნება თქვენს გარემოცვაში, ვინც დაინტერესებული იქნება ურთიერთობის აღდგენით და მიიღოს მონაწილეობა ურთიერთობის აღდგენაში. მაგრამ მე სიმართლე რომ გითხრათ, იცით როგორი მომენტია. აქ არის შიში და ნერვიულობა თქვენი მხრიდან უფრო, რომ ურთიერთობას, თქვენ ხართ როგორც პენტაკლის დედოფალი, რომელიც უფრო მიწიერია, უფრო სტაბილურია, ხო? თქვენ რამდენად, ასე ვთქვათ, რამდენად გექნებათ იმის სურვილი, რომ ეს პასუხისმგებლობას მოკლებული ურთიერთობა, ხო? უფრო სტაბილურობისკენ ხართ თქვენ, სტაბილურობისკენ გაქვთ აქცენტი აღებული და ეს რამდენად მისაღები იქნება თქვენთვის, მე არ ვიცი, მაგრამ ურთიერთობა მე შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც დათბება თქვენს შორის დათბება და აღდგება ერთი სიტყვით, ეს დაძაბულობა, რომელიც შესაძლებელია ამ მომენტისთვის გაქვთ, ხო, აღდგება. რას მიიღებთ საბოლოოდ მე მაინტერესებს, საბოლოოდ ეს ყველაფერი რას მოგიტანთ თქვენ, როგორ ენერგიებში, როგორ იგრძნობთ თავს საბოლოოდ, თუ ეს დათვა და რას მიიღებთ საბოლოოდ, რას მიიღებთ. შეიძლება რაღაც არჩევანის გაკეთება დაგჭირდეთ, ჩემო ძვირფასებო, საბოლოოდ როგორი მომენტია, 10-იანი ხმალი. შესაძლებელია ზოგიერთმა თქვენგანმა დაასრულოს ეს მსუბუქი ურთიერთობა და ისურვოს ის, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არჩევანი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, ან მოსთხოვოთ თქვენს პარტნიორს, რომ მიიღოს რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და არჩევანი გააკეთოს. აი ასეთი შეიძლება ითქვას, რომ აი ამ დათბობის შემდეგ შესაძლებელია რაღაც ახალი ეტაპი, ახალი 10-იანი და 10-იანი, ბოლო ასრულებს წრეს, ხო? აი ეს მსუბუქი ურთიერთობა დასრულდეს და გახდეს საჭიროება იმის, რომ ორიანი ამოვიდა, ორიანი კვერთხი, ორიანი ხმალი, რაღაც გადაწყვეტილება, რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიაღებინოთ ან თქვენს პარტნიორს, ან თქვენ მიიღოთ და რაღაც არჩევანი გააკეთოთ. აი ესეთი იქნება, ძალიან რთული იქნება ამ არჩევანის და ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ საბოლოოდ შეიძლება მიხვდეთ, რომ აი ეს მსუბუქი ურთიერთობა, არაფრის მომცემი, ვთქვათ, ხო? თქვენ როგორც სტაბილურობა გჭირდებათ და სტაბილურად იგრძნოთ თავი და თუ ეს არ შეიძლება ამისი მოცემა თქვენს პარტნიორს არ შეუძლია, თქვენ დაგჭირდეთ რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ან დაასრულოთ ურთიერთობა, ან ახლიდან დაიწყოს თქვენი ურთიერთობა უფრო სტაბილური და უფრო თქვენთვის მისაღები. აი ასეთი იქნება საბოლოოდ თქვენი გადაწყვეტილება და თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება მიიღოთ რაღაც არჩევანი გააკეთოთ და მიიღოთ რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საბოლოოდ აი იმ ურთიერთობიდან, რა ურთიერთობაზეც უყურებთ, ხო? ან დაასრულოთ, ან რაღაც სხვა გზა მოძებნოთ და სხვა ნაბიჯი გადადგათ. ყოველ შემთხვევაში ამაზე მოგიწევთ დაფიქრება და ფიქრი. ეს ურთიერთობა დაგაფიქრებთ ერთი სიტყვით აი ამ საკითხზე. ასეთი იყო, ძალიან მაინტერესებს გამომეხმაურეთ ვისთან როგორ რეზონირდა. მადლობა და ნახვამდის, ჩემო ძვირფასებო.